მინდა ერთი პატარა ისტორია მოვყვე 2006 წელს, როდესაც პირადად მე რაღაცნაირად მე წმინდა ნიკოლოზის მრევლი ვარ ეკლესიის და ჩემი სულიერი მოძღვარი არის მამა ბესარიონ მენაბდე, ასევე იქიდან გამომდინარე შემდეგ რომ ფიზიკურად იქ აღარ ცხოვრობ, ასევე მაქვს ურთიერთობა მამა თაუმას ჩოხელთან და მასაც ვაბარებ ახსარებებს, ეს ჩვეულებრივი მოვლენა, მომიწია იქიდან გამომდინარე რომ ვეღარ ვიყავი ფიზიკურად იმ უბანში სადაც დავიბადე გავიზარდე და იქ სადაც პირველად ტაძარში მივედით, ეს იყო წმინდა ნიკოლოზის ტაძარი არის დღემდეც და მამა ბესარიონ მენაბდე, რომლის დამსახურებითაც საერთოდ ჩვენ ვთქვათ ეკლესიურად დავიწყე ცხოვრება და რომლის დამსახურებითაც მე უშუალოდ ახლოს გავიცანი უწმინდეს და უნეტარეს სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილიამ მეორე. 2006 წლის ბოლოს მინდა ნიკოლოზის მრევლი, რა თქმა უნდა, მამა ბესარიონის მეთაურობით, არის ასეთი ადგილი ხერთვისი. წვეტი ცხოველი, ხერთვისი, ხედავთ იქ და ეს არის სადაც მყარი დარაგვი ერთდება და ამ ადგილას ზუსტად აი ხედავთ ჯვარს, სადაც პირდაპირ ეწოდება დღეს ამას, ეს არის პირველად ხის ჯვარი, სადაც უწმინდესის და მამა ბესარიონის კურთხევით მოხდა ამ ადგილის შერჩევა. სადაც შუაში უნდა აღმართული იყო შემდეგ ქვის ჯვარი. ეს არის პირველი ჯვარი, ხის ჯვარი, სადაც მე მამა ბესარიონის მენაბდის კურთხევით მოვედი. ეს არის გოგა ლალიაშვილი, რომელიც დღეს ასევე არის ითვლება უწმინდესის ქვის მთლელად. ეს არის, როდესაც პირველად მოდის უწმინდესი ამ ადგილას, ჩვენ აქ მუშაობთ, ცხოვრობთ და ეს არის პირველი ჯვარი, სადაც ჯერ ხის ჯვარი აღიმართა, აი მის უწმინდესობას ხედავთ, მამა ბესარიონ მენაბდე მას მოყვება, მაშინ მას მოყვნენ. პირველად, როდესაც ეს ადგილი უკვე აი მოვიდა მეუფეებთან ერთად, ხედავთ კადრებს, ეს არის ჩემი გადაღებული ფოტოკოლაჟი, მე მაშინ ფოტოაპარატიდან ვიღებდი ამ ყველაფერს, ეს არის როცა უწმინდესი მოვიდა, მუხლი მოიდრიკა და მის უკან ხედავთ, მე სხვა შორის მაშინ არ ვიცნობდი ამ ადამიანებს, ესენი არიან მეუფეები, მამა ბესარიონს ხედავთ ხელმარცხნივ თქვენგან, მამა ბესარიონია მენაბდე და უწმინდესი, როდესაც მისი კურთხევით ჩვენ აღმართეთ ჯერ ხის ჯვარი. და მე მასწავლეს სხვა შორის არ ვიცოდი, აი თქვენ ხედავთ მის უკან მეუფე შიო. ეს 2007 წელია, აი ეს უკვე აღმართული ჯვარი, ხის ჯვარი, სადაც წმინდა ნიკოლოზის მრევლის უშუალოდ ვიღებდი თავიდან მონაწილეობას მამა ბესარიონ მენაბდის კურთხევით, აი ნახეთ უწმინდესმა აკურთხა ეს ადგილი, პირველად ხის ჯვარი და აქვე სხვა შორის მას მაშინ ახლდა მეუფე შიო, ბოდიში რომ ვერ ვიმახსოვრე სხვა სახელებს და მე როგორც ვხედავ, აქ ასევე არის და ეხა ფოტოებში აღვიდგინე მეუფე პეტრე, რომელიც სამწუხაროდ აი შემდეგ ინფარქტის გამო რაღაცა მოხდა და მოკლედ ეს არის როცა უკვე უწმინდესი მოვიდა, ჯერ აღმართეთ ხის ჯვარი. ამის შემდეგ მან მოგცა კურთხევა და დაახლოებით 6 თვის განმავლობაში წმინდა ნიკოლოზის მრევლი, აი ლევან ვასაძე, როდესაც ლევანიც იყო იქ მოსული და ლევანიმ გააცილა და ეს არის კადრი დაჭოქილი ისევ და უკან მეუფე შიო. ეს არის უკვე კადრი, როდესაც მე-6 თვის შემდეგ მოდის, სადაც უწმინდეს უკვე ხდება ქვის ჯვარი გამოტვეფილი მთლიან ქვაში, გოგა ლალიაშვილი არის ამის ოსტატი ხელოსანი, აი მამა ბესარიონ მენაბდე, აი გოგა ლალიაშვილი, შუაში ეს არის გოგა ზუსტად, ეს არის ბატონი შაიშმელაშვილი, დამავიშთა სახელი გარდაიცვალა ეს კაცი, არქიტექტორი იყო მცხეთის, ეს არის ჩემი გადაღებული ფოტოები, უწმინდესი მოვიდა და უკვე ქვის ჯვარი, აი ნახეთ, ეს არის ერთი მთლიან ქვაში გამოთლილი, რომელიც გოგა ლალიაშვილმა გამოთალა და 6 თვის განმავლობაში მე იქ ვიყავი, თქვენი მონამორჩილის ცხოვრობდი და აი ეს უკვე არის უწმინდესი მოვიდა, უკვე აი ნახეთ, აი სად არის ეს ქვა. ეს არის მცხეთასა, სვეტიცხოველსა შორის, შუაში პირდაპირ ქვია დღეს ამ ადგილს. იმის მერე ჩვენ გავწმინდეთ ეს ადგილი, აი ეს არის ზემოდან გადაღებული უკვე. ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტად გვმართებს ჩვენ, რომ მის ხსოვნას პატივიცე და მის ყველაზე მთავარი დანატოვარი და პირდაპირ თქვა. აი აქ ფოტოებშიც მე რატო ვახსენე? აი აქ ფოტოებშიც, ხო, მაშინ 2007 წელს არც მეუფე შიო ვიცოდი ვინ იყო. არც მეუფე პეტრეს ვიცნობდი მაშინ. ერთ-ერთი ვიცნობდი მამა ბესარიონს და ვიცოდი უწმინდეს, ჩემი ბრალია და ჩემი უცოდინობის ბრალია. იმიტომ კი არა, მაგრამ აი მაშინ როგორ
ანუ ხო ხტებით არა როგორ ხა ხო წარმოგიდგენიათ მისთვის რა ტკივილი იყო ის ტკივილი თუნდაც რა ჩვენ მას გული ვატკინეთ ხო აღარ გავიხსენებ და იგივე თქვა ის მღვდლები იქნებიან ისინი თუ მეუფეები და ასე შემდეგ მაგრამ ყველაფერს უნდა თავი დავანებთ ყველაფერი უნდა გადავდოთ და ერმას და ბერმას თუ გვინდა რომ ჩვენ მართლა მის გზას მის ყველაზე დიდ გულის ტკივილს და დანატოვარი ავასრულოთ ეს არის რომ გვიყვარდეს ერთმანეთი მას უყვარდა საქართველო უყვარს საქართველო და ის გააგრძელებს ამ სიყვარულს